შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას ანალიტიკა ჩვენს პლატფორმაზე სოლიდარობის სტუდიის პლატფორმაზე და ყოველ ორშაბათს 4 საათზე ამ გადაცემას აუძღვებით მე და ჩემი კოლეგა თენგო ომანიძე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს ვენას და მაყურებელს შევახსენო რომ ჩვენ ახალ პლატფორმაზე ანუ ინტერნეტ სივრცეში ვცდილობთ რომ თუნდაც ის მაყურებელი რომელიც ურიცხვი მაყურებელი ჩვენ და დიდი მადლობა ამისთვის ჩვენს ვენას და მაყურებელს რომელიც წლებია უკვე დაახლოებით მე-13 წელია რაც ვაყურს გვადევნებ და როგორც სატელევიზიო ასე ინტერნეტ სივრცეში ჩვენ შევეცდები და პირობას გაძლევთ რომ ვიქნებით თანმიმდევრული და ძალიან საინტერესო გადაცემები გვექნება. ხოლო ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება პოლიტოლოგი ირაკლი უბილავა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ირაკლი უბილავა. მოგესალმები თენგო. სალამი. და მივესალმები ასევე ირაკლის ჩვენ შეგვიძლია მიესალმოთ ჩვენს და მაყურებელს ჩვენ სამივე მეგობრები ვართ და შეგვიძლია დავიწყოთ უკვე გადაცემა გისმენთ თენგო. კი ბატონო, მოგესალმებით მე ძვირფასო მაყურებლებო, მივესალმები სტუმარს ირაკლი უბილავას, ჩვენს მეგობარს ბატონ მერაბ ჭიქაშვილს. პირველ რიგში მინდა ყველას ვთხოვო რომ მოიწონეთ გადაცემაც ჩვენი გვერდით სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, YouTube-ზე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა აი ამ ფორმატში, როდესაც მხოლოდ სოციალურ ქსელებში მოვუწყებლობ და აუცილებლად გააზიარეთ ეთერი, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან გვეხმარება შემდეგ ჩვენ უკვე კიდევ უფრო ჩვენი მასშტაბების გაზრდაში, კიდევ უფრო მეტი აუდიტორიის მოსვლაში და ვინც არის ჩვენი ერთგული მაყურებელი, ალბათ თვითონ შეგვიწყობს ყველა ამაში ხელს. ამისი იმედი გვაქვს, ასე რომ მოიწონეთ გვერდი, გააზიარეთ ვიდეოები, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას და ჩვენს ფორმატს, მინდა სრული კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ პირველ გადაცემას, რომელიც წინა კვირაში ჰქონდა, აი ეს ფორმატი, ანალიტიკური ფორმატი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა მაყურებლების მხრიდან და ეს გამოხმაურებები ძირითად შემთხვევებში იყო ძალიან პოზიტიური, ასე რომ დიდი მადლობა ყველას ამის. იყო რა თქმა უნდა ეს ჰეითერების კომენტარებს რო ეძახიან, მაგრამ უმაგისოდ ინტერნეტ სივრცე არ არსებობს და ჯვარწერია მაგად გარეშეც, კაცო, იყვნენ პირიქით. კი ბატონო. ჩვენ ღია ვართ ყოველ შემთხვევაში, ღია ვართ ჯანსაღი დისკუსიებისთვის, მათ შორის განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან, უბრალოდ ეხა ზოგი რო არის რომ არაადეკვატური და მარტო იმიტომ რომ წერს რომ გაგლანძღოს და გაგინოს, ახლა ეგეთებიც არსებობენ, რას ვიზავთ, ამას სამწუხაროდ ვერ გავექცევით. მე უბრალოდ თვითონ რა ვიცი, ამ ხალხის ტვინში ჩამახედა ხოლმე ხანდახან ეგ მინდა, მაგრამ კარგი, ირაკლიცაც აქვს საშუალება რომ მიესალმოს ჩვენს ვენას და მაყურებელს და შემდეგ უკვე დავიწყოთ გადაცემა მინდა მივესალმო ჩვენს მაყურებლებს. მინდა აღვნიშნო რომ მეც პირველ გადაცემას უყურე ძალიან მაინტერესა, ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. ძალიან კარგი ანალიტიკით ხოთა შორის. მე შევეცდები გავაგზელო ბატონი ახვლედიანი ყავდათ, ხო, მაშინ სწორად. ჩვენ როგორც სამივე კოლეგებმა დავიწყეთ პირდაპირ. კი ბატონო და მეც შემოგიერთით დღეს და შევეცდები მაქსიმალურად ობიექტური ანალიტიკური ინფორმაცია მოგაწოდოთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კი ბატონო, ჩვენ უკვე მე მინდა რომ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში სტუმარს მეტდორს დავუთმოთ, მაგრამ მინდა რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა გავაცნოთ მაყურებელს და ჩვენ მაინც ვისაუბრებთ ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი გახლავთ, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და მისი გავლენა საქართველოზე. და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიწყებთ, რა თქმა უნდა, და ვამბობთ ყოველთვის და ვამბობთ, რომ მშვიდობას უსურვებთ მთელ მსოფლიოს, რა თქმა უნდა, ამ ორ ერს და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ აი პარალელები, რომელსაც გავავლებთ, ჩვენ ყოველთვის მართლა გვინდა ვისაუბროთ, მით უმეტეს ირაკლისნაირ ანალიტიკოსთან, ანუ პოლიტოლოგთან, რომელმაც შეგვიძლია ჩვენ თქვა თენგო რომ არიან ადამიანები რომლებიც არ იცნობენ შეიძლება თეორიულად იციან ერკვევიან რომელიმე ქვეყნის თქვა პოლიტიკაში ან გეოპოლიტიკაში მაგრამ ასევე არის რომ ირაკლის ასევე წლებია როგორც არა მხოლოდ ნასწავლი და დამთავრებული არამედ ნაცხოვრებია და მაინც რაღაცა ფსიქოლოგიურადაც და რაღაცას იცნობენ რუს პოლიტიკოსებს, რუს ხალხს და ჩვენთვის ყოველთვის ეგ არის რომ საინტერესო და რა თქმა უნდა ამ კუთხით გვექნება ჩვენ ამაზე საუბარი და პირველ რიგში რა თქმა უნდა თემა ეს არის ჩვენ გვექნება ვიდეოები რომელსაც გავუშვებთ განსაკუთრებით ბოლოს გაკეთებული განცხადებებით და ერთი რამ უნდა ვთქვათ რომ კი ბატონო ეს კონფლიქტი მიდის თქვათ ფინალისკენ
ყოველ შემთხვევაში ორი უდიდესი სახელმწიფო რომელიც მიდის კი, აი ეს არის, მაგრამ ჩვენი სურვილია და მე ვთხოვ რომ უკვე ჩვენ მოვემზადოთ რომ დავიწყოთ გადაცემა. თემა არის ზუსტად ეს და პირდაპირ მნიშვნელობით და ერბინუშლობითაც ყველაზე მთავარია რა გავლენას ახდენს და მოახდენს ამ კონფლიქტის გაგრძელება სამწუხაროდ ღმერთმა არაქნას და დამთავრებაც ასევე საქართველოს ეს არის ჩვენი მთავარი ინფორმაცია, მოდი ასე ვთქვათ, ცნობილია ეს headline, ასეთ სიტყვა, მაგრამ მოდი ჩვენ მაინც ქართულად ვიმეთქოთ, ეს არის მთავარი, ხო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე. მე ვიდრე დავიწყებ ჩვენ ამ საუბარს და მე ვიდეოს ვაჩერებ, მე მინდა მაინც ირაკლეს უთხრა შესავლისთვის, ირაკლი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მით უმეტეს ამ სტუდიიდან და შენ ხშირად საუბრობდი კონფლიქტის დაწყებიდან იმ პერიოდამდე ვიდრე ღიად ჩაერთვებოდა უკვე ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპის პრეზიდენტობიდან. აი დღეს რასაც შენ უყურებ და რასაც შენ აკვირდები, უკვე მოვლენებს როგორც მიდის. ქონდა რაღაც ისეთი რომ აი დარწმუნებით შეგიძლია თქვა რომ მაგალითად ამერიკის სურვილი ერთია, მაგრამ მეორეა რომ ამის შესაძლებლობა არსებობს რომ ეს კონფლიქტი წავიდეს შვიდობისკენ. ანუ იმ პერიოდში რა პერიოდის გავიარეთ, ეხლა ვიდრე გავიწყებთ უშუალოდ მათივე განცხადებებს გავარჩევთ ჩვენ. შესაძლებელია და ზუსტადაც რომ არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა, მაგრამ განსაკუთრებით შეერთებული შტატების მიდგომა ამ კონფლიქტთან მიმართებაში ის არის რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დასრულდეს, უпроსოდ გაიყინოს ეს კონფლიქტი. ვინაიდან არც ამერიკის შეერთებულ შტატებს აწყობთ რუსეთის ზედმეტი გაძლიერება უკრაინის ტერიტორიაზე და არც ევროპელებს. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატების უმთავრესი პრიორიტეტული ამოცანა დღესდღეობით ეს არის ჩინეთის მიმართულებაზე გადასვლა და ვინც არ უნდა თქვას, მაინც საერთაშორისო სისტემაში ცნობილია და სხვათა შორის იზომება ძალთა ბალანსებიც კი იზომება, ხო? და თუნდაც ამერიკელი სპეციალისტები, ძალიან ძლიერი სპეციალისტები შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებს დღეს არ შესწევს უნარი ორ სახელმწიფოს ერთდროულად დაუპირისპირდეს, ძლიერ სახელმწიფოებზე საუბარ, რუსეთზე და ჩინეთზე განსაკუთრებით. მაგრამ დაპირისპირების სურვილი არის, ანუ იგრძნობა ეს ისტორიული ნაწილია თუ დღევანდელი რეალური გეოპოლიტიკა, რომ დღევანდელი ზოგადად საერთაშორისო სისტემა აგებულია კონფრონტაციაზე, დიალექტიკაზე საერთოდ პოლიტიკა ზოგადად როგორც ასეთი აგებულია ანტითეზაზე, დაპირისპირებაზე, რაც განაპირობებს თვითონ კაცობრიობის განვითარებასაც კი. ამის გარეშე, ამ დაპირისპირებების გარეშე არ არსებობს საზოგადოების სახელმწიფოების განვითარება არც ერთი მიმართულებით. შესაბამისად, თამდევი მოვლენაა ნებისმიერ პერიოდში გეოპოლიტიკური თუ მსოფლიო სახელმწიფოთა ისტორიის განვითარების ნებისმიერ პერიოდში ეს ამის გარეშე არსებობს უბრალოდ საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირება. აი ირაკლი რა მინდა იცი ჩაგეკითხო, არის ასეთი მოსაზრება, აი თვითონ ტრამპის პერსონასთან დაკავშირებით არის ხო განსხვავებული მოსაზრებები, ეს არის აი საკმაოდ ისეთი ექსცენტრიული ადამიანი, არასტანდარტული ნაბიჯები ახასიათებს მას, ჯერ საერთოდ რაც მოვიდა აი რა ნაბიჯებიც მან გადადგა, ეს არ არის ხო რაღაც ნორმალური მოვლენები, იგივე ტარიფებთან დაკავშირებით, იგივე თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით რაც პოლიტიკა მან აირჩია. აი შენ ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს არ შესწევს ძალა ორ დიდ სახელმწიფოს ერთდროულად ეომას. ამას მარტო შენ არ ამბობ, რა თქმა უნდა, ამას ამბობს მსოფლიოს ძალიან ბევრი ანალიტიკოსი, მაგრამ აი რამდენად შეიძლება გქონდეს იმისი ვარაუდი, რომ აი ტრამპს შეიძლება სხვა შეხედულება გქონდეს. ტრამპს შეიძლება ის ყოველთვის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერება ის ხას უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს მათ შორის სამხედრო ძლიერება და ეხა შევეხებით დღეს ამ საკითხსაც მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით და პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები. რამდენად პრაგმატულია ამ საკითხებში ტრამპი შენია? დონალდ ტრამპი დღეს პოლიტიკაშია, თუმცა სამ პოლიტიკაში მოვიდოდა ეს პიროვნება იყო ბიზნესში რა. ბიზნესი ჭირდება რაციონალურ პრაგმატული მიდგომა და შესაბამისად საკუთარი მოგებიდან გამომდინარე მოქმედება. ეხლა ასეთ ადამიანს თქვალში ძალიან წარმატებული ბიზნესმენის ხო კი ჰქონდა პრობლემები სხვადასხვა დროს, თუმცა ზოგადად თუ ავიღებთ მის მოღვაწეობას ბიზნესში ძალიან წარმატებული. შესაბამისად მისი მიდგომა იყო ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, ნუ ამ შემთხვევაში ბიზნეს სფეროს ეხება ეს, ხო? ძალიან რაციონალური და პრაგმატული. აი იგივე გადმოიტანა ამ ადამიანმა პოლიტიკაში. ბევრი თვლის შეხედავ
თუ ისო გიჟია, გადარეულია, თუმცა საერთოდ არანაირი გადარევა ამ ადამიანს არ ეთყობა, აი წმინდა, როგორც ბიზნესში ვაჭრობენ და მეტ გამოვაჭრებას ცდილობს თავის კონკურენტთან, ну იგივე სტილის თამაშობს პოლიტიკაში თამაშობს. სხვაჩერს აი შენს მოსაზრებას ამყარებს ერთი არგუმენტი, როგორც ცნობილია მაყურებლისთვის სულ ახლახანს გათავისუფლდა თანამდებობიდან მაიკ უოლცი, ეს გახლავთ მრჩეველი დონალდ ტრამპის და დასავლურ მედიაში კულუარული ინფორმაციის სახით დაიბეჭდა, ესეთი ანონიმური წყაროები რო აწვდიან ხოლმე მედიას ინფორმაციას, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გამხდარა უოლცის დამოკიდებულება ირანთან დაკავშირებით, რომ უოლცი იყო მომხრე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას. ორი დღის უკან ეს აღიარა ტრამპმა, სხვათა შორის თქვა ეს. კი ბატონო და ესეც ჩემი აზრით უსვამს მაგას ხაზს, რომ და ტრამპი ამის წინააღმდეგი იყო, სწორედ ტრამპი მომხრე არის დიპლომატიის ამ შემთხვევაში, დიპლომატიური ძალისხმევით, უოლცი იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ დიპლომატიის დროს დასრულდა და უკვე დრო არის ირანის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო იერიშიო და ნუ როგორ ჩანს ეს გახდა შემდეგ უკვე მისი გათავისუფლების მიზეზი. აქედან გამომდინარე მართლაც რაც არ უნდა ექსცენტრიულად ჩანდეს ხოლმე რაღაც ტრამპის გამოსვლები და ვიღაცებს უტოვებდეს დაბეჭდილებას რომ ის არის უფრო ემოციური, უფრო ემოციებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე. როგორ ჩანს საკმაოდ პრაგმატული არის და არათუ ჩინეთთან და რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს ირანი, რომელიც რა თქმა უნდა ასევე უძლიერესი სახელმწიფოა და კი არის ხოლმე შეხედულება რომ ჩამორჩენილია და ეს არის 3000 წლიანი უზარმაზარი უძლიერესი სახელმწიფო, ტრადიციული სახელმწიფო, 3000 წლის განმავლობაში ირანს ჰქონდა უამრავი ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ყველა გადალახა და დღემდე არსებობს. როგორც ამბობენ, ეს არის არაღიარებული, მაგრამ ბირთვული არაღის მქონე სახელმწიფო. ხო, როგორც ამბობენ. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს ძლიერით ვერ შეიძლება ვერც რუსეთს საკუთარი სამხედრო ძლიერები და პოტენციალით ვერც ჩინეთს, მაგრამ აი ირანთან მიმართებაშიც კი ტრამპი ირჩევს ძალიან ფრთხილ პოლიტიკას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ირანის და შეერთებული შტატების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრამპი არჩევს რომ ჯერ დიპლომატია მოსინჯოს, დიპლომატიური გზებით ნახოს გადაჭრა, ნუ შემდეგ ახლა თუ ვერ იმუშავა დიპლომატიამ, ალბათ სამწუხარო სცენარიც არის. ბოლო პერიოდია 22 აპრილს რაც მოხდა ქაშმირში. ინდოეთ პაკისტანის დაპირისპირება ასე რომ ვთქვა, ხო? ესეც კი ჩააცხრეს. ვინაიდან ჯერჯერობით ჩააცხრეს. ვინაიდან ეხლა საერთოდ ეს ქაშმირის პრობლემა ძალიან ძველი პრობლემაა რა, როცა 57 წელს ბრიტანელების შემწეობით თუ მათი ქმედებებით მოხდა გაყოფა და შეიქმნა პაკისტანი და უშუალოდ და ინდოეთი, ხო? ამის მერე ქაშმირთან მიმართებაში დიდი ხანი მიდიოდა რა. წმინდა კონფესიური დაპირისპირება ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის. კი ბატონო. და თავის დროზე საერთოდ ავღანეთში ომი რომ მიმდინარეობდა პაკისტანის მეშვეობით, ერთ-ერთი ესე ვთქვათ ტრანზიტული მდგომარეობა, რასაც ახდენდა პაკისტანი, ავღანეთს ეხმარებოდა თალიბებს ეხმარებოდა, ასე ვთქვათ, ავღანეთში და შესაბამისად მათი მოკავშირე იყო რაღაც დოზი. და ამ განაპირობა რა მათი გამოყენება და პროცესების ესკალაცია სცადეს. ვინაიდან ქაშმირის ეს ამ რეგიონის თოთ გეოგრაფიულ განლაგება ისა ზოგი ტერიტორია ჩინეთის შემადგენლობაშია, ზოგი გარკვეული ნაწილი პაკისტანის და ნაწილი კი ინდოეთის, ნუ ყველაზე დიდი და უშუალოდ ტერიტორიულად. ეს ინდოეთის შემადგენლობაში. შესაბამისად სიტუაციის ესკალაცია სურდათ, თუმცა ჯერ ჩააცხრეს გააჩერეს. ვინაიდან ჩვენ გვახსოვს რა პროცესები როგორ წავიდა თავიდან უკრაინა. ჩინეთმა გუშინ დაიწყო წვრთნები ინდოეთის საზღვართან დაიწყო. ამის მიზეზი რა არის, იცით? სიტუაციის ესკალაცია ჩინეთის გარშემო. რათა მოხდეს ჩინეთი გადაერთოს ამ ომებში, რეგიონალურ ომებში და სხვა შორის მე არ გამოურიცხავ. თუ მოხდა და უკრაინის ომი დაასრულეს, ნუ გაიყინა ასე რომ ვთქვა. ამ შემთხვევაში ტაივანშიც მოხდეს სერიოზული სამხედრო პოლიტიკური დაპირისპირება. ნუ ესკალაცია ამ კონფლიქტისაც. ვინაიდან ჩინეთი ჩააბან მაქსიმალურად რეგიონალურ კონფლიქტებში. ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ნუ მეზობლებთან მიმართებაში, იაპონია, ფილიპინები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათ სურთ, ასე ვთქვათ, ჩინეთის გარშემო შეიქმნას რკალი, აი ცეცხლის რკალი შეიქმნას, ვინაიდან ჩაეფლოს ამ პრობლემებში. სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდში ეს იმაში აქ პაკისტანი, ინდოეთის შორის დაპირისპირება მოხდა ქაშმირთან მიმართებაში. ნუ დაპირისპირების ასე ვთქვათ, რაღაც ფაზა, პირველი ფაზა, ხო? მაშინ გავრცელდა ინფორმაციები, რომ ეფლი ჩინეთიდან იწყებს გასვლას. და ინდოეთში გადააქვს თავისი ინდუსტრია. ტრამპის მიზანი რა არის და ამ ადმინისტრაციის კონკრეტულად, ხო? მე ტრამპი არ არის მარტო ეს მთლიანი ჯგუფია. რა თქმა უნდა. მთლიანი ჯგუფია, რომლის ამოცანა ჩინეთის ეკონომიკური დასუსტება. და იმ ინდუსტრიების გატანა ჩინეთიდან გარკვეული ნაწილი ალბათ სხვა ქვეყნებში გადაინაცვლეს, მათი სურვილია ყოველ შემთხვევაში გადაინაცვლეს, ნაწილი კი შეერთებულ შტატებში
დაბრუნდეს, დიახ, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს ინდუსტრიალიზაცია. საერთოდ და ინდოეთი ამ მხრივ არის საინტერესო პარტნიორი, ეს რატომ აინტერესებს? იმიტომ რომ ჩინეთის ესეთი ეკონომიკური გაძლიერება თავის მხრივ ხო არის თავად ამერიკის ბრალი ბჭყალებში, ხო? 70-იანებში დაწყებული პოლიტიკა, კისინჯერის ცნობილი ჰანტინგტონ კისინჯერის კი ბატონო, როდესაც ჩინეთში შევიდა ეს ამერიკული ტექნოლოგიები და საბოლოოდ მიიღო შედეგად ის ამერიკამ, რომ ჩინეთი ჩამოყალიბდა ხოთაშო ტრამპაც ბრალს რაშიც დებს ბაიდენს, ხო? ერთ-ერთი ეგეც არის, რომ მიუშვა ქვეყანა ისე როგორც და იმიტომაც მოძრაობენ ჩვენი გააკეთებს ინდოეთთან მიმართებაში, ინდოეთი არანაკლები პოტენციალის მქონე სახელმწიფოა, ხო? მოსახლეობის მხრივ, ტერიტორიის მხრივ, ეკონომიკის მხრივ. თავარი პრობლემა ამ ეტაპზე ჩინეთია, ხო? ხლა ის რაც მოხდა 70-იან წლიდან ამდენი წელია გასული, 60 წელი. ეხლა ინდოეთს იმ კონდიციებამდე რომ მივიდეს, სადაც ჩინეთია, მაგას კიდე 60-70 წელი დაჭირდება და მოკლებადიან პერსპექტივაში მათი ამოცანა არის ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დასუსტება. საერთაშორისო სისტემაში. ერთი ინფორმაცია მინდა მაყურებელს უთხრა, როგორც ახლა პროდიუსერი გვაწვდის ინფორმაციას, რამდენიმე წუთის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა მახაჩკალაში და სხვა შორის ვიდეოც არის. გარდაიცვალა 3 სამართალდამცავი და არ ვიცით ახლა დეტალები, რა თქმა უნდა. ხო, თუმცა ასე ადასტურებს ამას და ახლა ეს კადრები ჩვენ არ ვაპირებთ რომ დავუშვათ, მაგრამ ეს დადასტურებულია კი ბატონო. მე რომ დაუბრუნდით ახლა ჩვენ თემას, მაგას თავარი. ირაკლი ახსენა და თეგო შენც მოიყვანე მაგალითად, თქვათ, აი ტრამპის ექსცენტრიულობა და ამავე დროს რაციონალური მისი რაღაცა ნაბიჯები და ირაკლი ახსენა აი როგორც ბიზნესი და ის ბიზნესი წარმატებული იყო. მაშინ აი ჩვენ ზუსტადაც ერთ-ერთი პირველი ვიდეო ამ თემაზე ქონდა, სწორედ აი რაღაცნაირად ასახავს თუ არა, აი მე ბარემ კითხვას დავსავ, ის რაც მოთხოვა წიაღისეულზე უკრაინას ხელშეკრულება. და რომელზეც დაიწყო საუბარი, ჩვენ გავსვით პირველი შეხვედრა რაც იყო ზელენსკის და მისი, რაც მოხდა იქ, ესეც ადასტურებს იმას, რომ ტრამპი მოქმედებს დიდ პოლიტიკაში და მით უმეტეს კონფლიქტის დამთავრების საკითხს ამბობს, მაგრამ ამავე დროს თავისი ქვეყნის ასაკეთოთ, როგორც ეკონომიური და ასე შემდეგ, პრაგმატულ იმას ირჩევს, იმიტომ რომ ათანხმებს, ანუ რეალურად ხელშეკრულებას აფორმებს, რომელიც ხელშეკრულებას გავიდა. მოდი პირველი ვიდეო გავუშვათ, ამასთან დაკავშირებით არის. თუ არ ვცდები და შემდეგ მინდა რომ აი ესეც თქვა, შენ გულისხმობდი თუ არა ამას და რეალურად არის თუ არა ასე რომ ტრამპმა მიაღწია ამ შედეგს. რა თქმა უნდა. ნახოთ პირველი ვიდეო. არაერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად მრავალთვიანი მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდა. ოფიციალურ ვაშინგტონსა და კიევს შორის მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია. როგორც ირკვევა, უკრაინის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მანამდე შეთავაზებული ვარიანტიდან კიევისთვის ყველაზე მტკივნეული პუნქტების ამოღება მოახერხა. გარიგების მიხედვით შეიქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი მართვის და შენატანის თანაბარი პირობებით. ნედლეულზე კონტროლი კი მთლიანად უკრაინის ხელში იქნება. შეთანხმებაში საუბარია ამერიკის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებაზეც. ამერიკის პრეზიდენტი ომში მყოფი ქვეყნისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვასაც დათანხმდა. შეთანხმების შინაარსით ორივე მხარე კმაყოფილია. ახლა საინტერესოა, როგორ აისახება სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტის გაფორმება ომის დასასრულებლად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მინერალების შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპის კამათის გამო ჩაიშალა, დადებულია. დოკუმენტს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ მოაწერეს ხელი. შეთანხმება ამერიკა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ამერიკული მხარე გარიგებას ისტორიულს უწოდებს. This partnership allows the United States. ეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებს მისცემს საშუალებას განახორციელოს ინვესტიციები უკრაინასთან ერთად, რათა გახსნას უკრაინის ზრდის აქტივები, მოახდინოს ამერიკული ტალანტის, კაპიტალისა და მართვის სტანდარტების მობილიზება, რაც გააუმჯობესებს უკრაინაში საინვესტიციო გარემოს და დააჩქარებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენას. დღევანდელი შეთანხმება კაფიო გზავნილია რუსეთის ხელმძღვანელობისათვის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესის ერთგულია, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ სუვერენულ და განვითარებულ უკრაინაზე. დროა ეს სასტიკი და უაზრო ომი დასრულდეს. როგორც შეთანხმების საბოლოო ვერსიიდან ჩანს, უკრაინამ მისთვის პრინციპული პოზიციების დაცვა შეძლო. დოკუმენტიდან ამოღებულია კიევისთვის არახელსაყრელი ძირითადი პუნქტები. კერძოდ, ყველა რესურსზე და ინფრასტრუქტურაზე კონტროლი უკრაინას რჩება. ამასთან შეთანხმებაში არ არის ნახსენები ამერიკის მიერ აქამდე გაწეული მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება, რომლის წიაღისეული თანაზღაურებას მანამდე პრეზიდენტი ტრამპი ითხოვდა. ხოლო ის დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი კიევს შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გაუწევს, იქნება ის იარაღის თუ წვრთნების
სახით ჩაითვლება შენატანად ფონდში. ფონდის მართვა თანასწორი პირობებით 50-50-ზე პრინციპით მოხდება. დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ის არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებებს და უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენი გუნდების დიდი სამუშაოს შემდეგ ეს შეთანხმება არის ნამდვილი პარტნიორული გარიგება. ის ითვალისწინებს უკრაინაში საინვესტიციო ფონდის შექმნას მართვის და შენატანის თანასწორი წილებით. შენატანი გაკეთდება ფულით. ამერიკულ მხარეს შეუძლია ჩათვალოს უკრაინისთვის მიწოდებული ახალი სამხედრო დახმარება ფონდში შენატანად. მე ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია მხოლოდ ახალ დახმარებაზე. უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს ყველა რესურსზე, წიაღისეულზე, ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არ არის ფონდის და გარიგების ნაწილი. უკრაინა ფონდში შენატანს აკეთებს ბუნებრივი რესურსების მოპოვების ახალი ლიცენზიებიდან შემოსავალს. ჩვენი კონტრიბუცია 50% იქნება. შეთანხმება არ მოიცავს რამე ვალს ან დახმარებას, რომელიც უკრაინა მიიღო შეთანხმების გაფორმებამდე. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევა პარტნიორებთან მოლაპარაკებებში. ესე იგი, დავბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში და აი ვიდრე ხა ირაკლი გაგცნობს პასუხს. ესე იგი, სანამ აქამდე მოვიდოდა, ესე იგი, თენგო ტრაპმა გაიარა ხან რავი პატარა ბიჭი ეძახა და ძალიან ჭკვიანი ბიჭიაო, ხან გმირი ეძახა, მე ბოლოს მიიყვანეს რამის პანჩურები ურთხეს მაპატი ეთიხა. შეგვიძლია ეს რამის პანჩურები ურთხეს თეთრ სახში და ბოლოს მაინც მიაღწია. აი, ჩემი კითხვა აქედან გამომდინარეობს. ეს პრაგმატული, რაციონალური ბიზნესთან გამომდინარეა, კაცმა ამას მაინც მიაღწია. რა თქმა უნდა, ერთი რაღაც დეტალი აქ სიუჟეტს უყურებთ, ერთ დეტალი საინტერესოა, ეს უკრაინული მხარე რო აცხადებს ჩვენ წმინდა უკრაინის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ამ ჩარჩოში ჯდებაო ეს ხელშეკრულება. მე პირდაპირ გეუბნებდა ეს სისულელე და ხალხის გაბრიყვება. და ეგ მინდოდა მეკითხა რასაძაგერებელია ყველა. აი მარტივ რატო? აი მაშინ გეტყვით მარტივი ფორმულაა. ზბიგნევ ჟიჟინსკის აქაც რაღაც ნათქვამი. სახელმწიფოს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ის შეუძლებელია დამოუკიდებელ სახელმწიფო ჩაითვალოს. რა თქმა უნდა. შესაბამისად, თუ მე ვდებ, ეხლა ხელშეკრულების თავარი არც რა არის. არსებული შემოწიაღისეული და არსებული შემოსავლის 50% მიდის შეერთებულ შტატებში. და თან ინვესტიციების სახით ამ თანხას დებს შეერთებული შტატები ამ ყველაფერში. ეხლა მე თუ თანხა ჩავდე, მე თუ შეიარაღება მივეცი, უკრაინულ მხარემ რა უნდა გამიკეთოს რეალობაში. იქ თუ ჩემი ოფისები გავხსენი, იქ თუ ამერიკული ჩაუკეტავ ამ ყველაფერს და რას იზამენ მე? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკრაინა არის ჩავიდა ბოლომდე. საერთოდ ისტორიულადაც ასე. რა შეიძლება რა ხდება ეხლა გავშალოთ ეხლა. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური მოდელი, პოლიტიკა ზოგადად გლობალური პოლიტიკა, ეს იყო ექსტენსიურ ეკონომიკურ მოდელზე აგებული. ეს რას ნიშნავს? როგორც სპეციალისტები უძახიან, ეკონომიკური მოდელი სიგანიში შესაბამისად მეტი ადამიანის ჩართვა, მეტი ფინანსების ხარჯვა, ახალი ტერიტორიების, ახალი რესურსების ათვისება, თუმცა არა ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე და ინდუსტრიის განვითარების ხარჯზე. რაც არსებული ინდუსტრიების ბაზაზე. მეტი დანახარჯი არ ხდება ამაზე, მაქსიმალური მოგება კი ხდება უფრო ინკლუზიური ხდება ამ შემთხვევაში და მეტი ადამიანი ერთვება ამ პროცესში, მეტი შემოსავალი აქვს, თუმცა ეს საბოლოოდ იწვევს ეკონომისტების გადმოხედვით, ხო? ხედვით. ის გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსული სიტყვა ქართულად არც ვიცი როგორ ითარგმნა ზასტოის. გაყინვას, გაჩერებას ხო რა. ჩინეთმა ეს პროცესი გამოიყენა, რომ შეერთებული შტატები ამ გლობალისტური ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოდელით იყო დაკავებული ამის აშენებით კონსტრუქციებს საერთაშორისო სისტემაში, ეს გამოიყენა და ტექნოლოგიური განვითარება განაპირობა ჩინეთისას, რაც გაუგზავნო ჩვენ ვიცით რა, ბევრ ასე ვთქვათ პროდუქციაზე ტარიფების დაკლებას მოუწია ტრამპს, შიგნით არ იყო და კომპიუტერებზე და რაღაცეები იყო იქ პროდუქცია, რომელიც ჩინეთიდან შედიოდა. და ამის ტარიფების დაწევა მოუწევინა შიგნით ვერ აწარმოებდნენ ამას. ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებს სურთ ინტენსიურ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა. ინტენსიური ეკონომიკური მოდელი რაც ნიშნავს ფაქტობრივად რეალურ ეკონომიკას გადასვლა, რეინდუსტრიალიზაცია, ტექნოლოგიების განვითარება, მუშათა გადაკვალიფიცირება და მაღალკვალიფიციური მუშათა კორპუსი. თვითონ ამერიკაში რო შეიქმნას ეს ყველაფერი, რასაც მანამდე ზახიან სიღრმეში უკვე ეკონომიკას ესმით. აი ამაზე გადასვლას. მაგას თანხები იმისთვის რომ ეხა უკრაინას დაეხმაროს და უკრაინას აჩუქოს რაღაც მილიარდები, ამის არ გააჩნია. მით უმეტეს მესამე ომი დაიწყოს იქ ირანთან და ასე. ზუსტად ეს არის ამერიკელები საერთოდ ანგლოსაქსები როგორ უყურებ. ყველაფრის კალკულაციას ახდენენ. მე თუ აქ ვიომე რამდენი დამიჯდება, რას მოვიგებ. ნუ საერთოდ ყველა ომი იწყება ეკონომიკაში. ეხლა დაითვალეს ეს ჩინეთთან ომი
ჩინეთის გარშემო პირდაპირ ომზე არ ვიძახი, კონფლიქტის ესკალაცია, ვისაც აუმებენ ჩინეთის წინააღმდეგ, იმათაც ხო რაღაც ფინანსები შეიარაღება ხო ჭირდება, აქეთ უკრაინაში ესენი აძლევენ, ევროპას არ გააჩნია იმ რესურსები, რომ ის იმ დოზით დაეხმაროს, რასაც შეერთებული შტატები უკეთებს დღეს უკრაინას. უკრაინაში იარაღი მიეცი, ფინანსურად უზრუნველყავი უკრაინა, იქით ჩინეთის გარშემო არსებული სახელმწიფოები, აქეთ ირანთან ომი. ბატონო, ლოჯისტიკა და მილიონი რაღაც. საინფორმაციო ომი. კარგი, რა გამოდის? ზუსტად ამიტომ უნდა იქ უკრაინაში ომის გაჩერება. აი ეგ მაინტერესებს, მოდი ჩავეკითხები, რა არის ომის გაჩერებასთან დაკავშირებით მაქვს მაშინ კითხვა, რომ ასეთ შემთხვევაში ტრამპის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არის უკრაინაში ომის გაჩერება, ომის დასრულება, თუ საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნა ამ პროცესში? თვითონ რო გავიდეს და მე დავხოცია მოვლენებს არ გავასროთ ბოლო ვიდეოში ეგ ძალიან საინტერესოა რაც მაგ გუში გამეთქვა თუმცა ეს კითხვა ირაკლის კი ბატონო ამერიკული საგარეო პოლიტიკაში იყო სამი კონცეპტუალური მიდგომა საგარეო პოლიტიკური ეს ლიბერალური ნუ რეალისტური ეს ნეოკონური მიდგომა და მესამე მულტილატერალური მიდგომა მთელი ამერიკის ისტორიაში რაც არსებობს ნუ არა ნუ ეს ბოლო პერიოდები და განსაკუთრებით ცივი ომის შემდგომ პერიოდზე ბიპოლარიდან ერთპოლუსიან მოდელზე რო გადავიდა საერთაშორისო სისტემა ის პერიოდია მულტილობა ახლა ევროპელებს უნდა დააწესოს ყველაფერი რო იძახის ტამპი ჩვენ რო გავალთ და ბატონო ევროპელებს უნდა დააწესოს და მულტილატერალური მიდგომა არის ამერიკის შეერთებული შტატების გადმოსახედიდან არის ზონები, გეოპოლიტიკური ზონები, ამ ზონებში იქნება რეგიონალური, ასე ვთქვათ, ზესახელმწიფოები, რომლებიც იწყებენ, ნუ პირამიდა იქნება შემდეგი. პირამიდის თავში არის შეერთებული შტატები, თუმცა თავის რეგიონალური მოკავშირეების მეშვეობით, რეგიონალურ ზესახელმწიფოების მეშვეობით ახდენენ კონკრეტულ რეგიონების კონტროლს. აი მაგალითად ამერიკულ კონცეფციაში დაუშვათ ტრამპის აცხადებს ხო ამ შემთხვევაში. უკრაინას მე გადააბარებენ კი თანხას თვითონ წაიღებს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით და სხვა ტიპის დახმარების თვალსაზრისით ევროპელებს აბარებენ. საქართველოში მაგალითად საქართველოში განსაზღვრულია ერთადერთი მოკავშირე თვლიან ყოველ შემთხვევაში იმ მულტილატერალური კონცეფციის მიმდევრობით თურქეთს. სამხრეთ კავკასიის რეგიონი ეს არის თურქეთის გავლენის ზონა, აი ჩვენი მოკავშირის. შესაბამისად აი ეს მიდგომაა დღეს. ბევრი თანხის ხარჯვაც არ უნდათ უკრაინიდან იმ თანხების რაღაც 50%-ზეა იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმის 50% უნდა გავიდეს მიღებული მოგებიდან. და შესაბამისად ამის აკუმულაცია შეერთებულ შტატებში, რეინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყება, ტექნოლოგიური განვითარება და შესაბამისად ჩინეთის ეკონომიკური, ასე ვთქვათ, დაღმასვლის ხელშეწყობა. ერთი რამ არის ძალიან საინტერესო, უბრალოდ აი მინდა ჩავეკითხოთ ან კითხვა დაუსვა. იმ როგორც ჩვენ ახლა ახსენი, თქვა მაგალითად ტრამპის და ამერიკელების პოლიტიკა, რაც ამ ხელშეკრულებით ну, რა თქმა უნდა, ეს ხედვა, რა ვიცი, ხა რაციონალურად თუ შევხედავ და თუ შევაფასებ და თუ რეალობას ავყავთ, მართლა ეგრე ჩანს. რა გამოდის? ტრამპი ერთის მხრივ, რომელიც აცხადებს, რომ მე არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტში არ ჩავერევი. მე პირიქით ყველა ქვეყანამ თავისუფლად გამოდის, რომ იმ ლოგიკით რაც ჩვენ ახლა ჩამოვაყალიბე, რომ ეს ამას ნიშნავს, ეს ამას ნიშნავს, ეს ინვესტიცია ამას ნიშნავს. ანუ გამოდის, რომ ის არ აცხადებს, მაგრამ სუვერენიტეტში წერევა? რა თქმა უნდა. ხვალზე გადაწყვეტა რო იყოს ამ საკითხის. უსაფრთხოების საკითხი თუ შენი სხვაზეა დამოკიდებული და თან ასეთ სახელმწიფოზე, რომელმაც ფაქტობრივად მაპატიეთ რუსული ჟარგონია, დაგავორი დაგიდო. კი. ხო, ხელშეკრულება გაგიფორმა კი არა, დაგავორი დაგიდო, რომ 50% ესეა, მე იქ ხვალ ჩემსაც ჩამოვიყვან. ბოლოს და ბოლოს რომელიმე კომპანიის ოფისს მე იქნება არ ვენდობი შენ და ამერიკულმა დაცვის პოლიციამ თუ რაღაცა მინდა დაიცვას. რა თქმა უნდა, რომელი ბიზნესმენი ნიშნავს რომ სადღაც კაცი არ ამბობს ამას, მაგრამ სუვერენიტეტში წერევა. სუვერენიტეტში წერევა კი არა, უკრაინის შემთხვევაში მაგალითად თუ აღვთ. წერევა კი არა, უკრაინა გახდა შეერთებული შტატების ერთი ჩვეულებრივი კოლონია. პროტექტორატის თუ ეს ყველაფერი ესე დავდა 47 წლამდე და როგორც იყო ინდოეთი ბრიტანეთისთვის, ასე რომ ვთქვა რა, უხეშად რო ვთქვა. რა თქმა უნდა, ისტორიულად ამას ერქვა ხოლმე ვასალური ხელშეკრულება და ვასალური ხელშეკრულება ხა დღეს ცუდი კონოტაციით ისმის ექტორე. წარსულში ხა ისტორიაში უამრავ ვასალური სახელმწიფო არსებობდა ზუსტად მაგას გულისხმობდა, რომ შენ საგარეო სუვერენიტეტი არ გაქვს. მე უზრუნველყოფ შენს უსაფრთხოებას. ნუ ხა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ეს უკვე შეთანხმების ამბავი იყო, რომ რა ასიზავ, როგორ იზავ, თორე ამას ერქვა ვასალობა, ჩვეულებრივ. მეცაც გეტყვი, აი საქართველოს მაგალითზეც იყო, ადრე წინ იღბებოდა, აი არაბები რო შემოვიდნენ პირველად მე-7 საუკუნეში, ხო? საუკუნე ნახევარი თბილისი მაგათი იყო. ჰაბიბ იბნ მასლამა იყო მათი. მაშინაც ისე კი არ გაფორმდა, რომ არაბებმა დაიპყრეს, ერქვა ჰაბიბ იბნ მასლამას დაცვის სიგელი და ოფიციალურად მაშინაც დოკუმენტი იყო, სადაც ეწერა, რომ არაბები იღებენ პასუხისმგებლობას ამ ტერიტორიის დაცვაზე, ასე შემდეგ.
იგივე ხდება ეხლაც. უბრალოდ ეხლა დღეს ამას ხმამაღლა არავინ დაარქმევს, რომ ეს არის იმპერია და ეს არის კოლონია, თორე სინამდვილეში ეს კლასიკური ვასალური შეთანხმება. ისე სხვათა ნეოკოლონიალური ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო. კი ბატონო, ვიდრე ვიტყვით, მინდა რაღაცა რეკლამის სახით თქვა, რომ დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ YouTube გამომწერებს, საკმაოდ ბევრი ადამიანი უკვე თვალყურს გვადევნებს. ფაქტობრივად პირველი მეორე გადაცემაა, მაგრამ პირველი გადაცემა უკვე სტუმრით ანალიტიკის და ასევე გამოგვიწერეთ აუცილებლად YouTube გვერდზე, ჩვენ გვექნება აუცილებლად ამის მინი ჩანახატეთ რეკლამაც და ჩვენ სოციალურ ქსელშიც აუცილებლად გამოგვიწერეთ სოლდორბა მშვიდობისთვის და სირცხვილის კორიდორი გამოიწერეთ შემდეგ უკვე Facebook გვერდზე. დიდი მადლობა მინდა უთხრა. და ვიდრე ამას ხო და ასევე მე ერთ-ერთი მოკლედ თქვა. ისე რა ჩვენ თქვით ენგო ყველაფერს თავი დავერებოთ გავიხსენოთ იაპონიას რომელიც ჩაკეტილი კონძული იყო საუკუნეები როგორ შევიდნენ ამერიკელები და რა სამი მთავარი წესი შეიტანეს და ანუ კანონი რა ანუ განათლების მინისტრს ვერასოდეს ვერ დანიშნავდნენ და განათლების პოლიტიკა ვერ ექნებოდათ ამერიკელების გარეშე საგარეო პოლიტიკა ვერ ექნებოდათ და გადასახადს ამერიკის მოქალაქეს იაპონიაში ვერ დააწესებდნენ ვერაფერს ეს იყო ამერიკელი რომ ხოთ არ მოგიდგენია და არ იგივე ჩვენ ხო აქ ლაპარაკობთ ჩვენთვის ახლა არ არსებობს ცენზურა იმ გაგებით კი არა რაღაცა მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არც არავის არ ვიცით პოლიტკორექტულობას არ ვიცით ამ შემთხვევაში ლაპარაკობთ ამიტომ უსვამთ ირაკლისას სწორედ ამ კითხვებს რომ მე ამას ხო არ ნიშნავს აი პირდაპირ გეუბნებით უკრაინა ისეთ მდგომარეობაშია დღეს ეს არის ფორმალურად ქაღალდზე არზებული დამოუკიდებელი სახელმწიფო ეს ცუდია კარგი ეს მეორე საკითხია და მე ვთქვი რომ ცუდია მე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ახლა აი კურსკის ოპერაცია გვახსოვს კურსკის თემა დიახ 3-4 თვე ერთი ქალაქი იყო პატარა ქალაქი სასაზღვრო ქალაქი უკრაინასთან სუჯა ვერ იღებდნენ რუსები 3-4 თვის განმავლობაში ისე იყო გამაგრებული თან სადაზვირო ინფორმაცია შეერთებული შტატებიდან მოდიოდა დახმარება ყველანაირი ჩვენ გახსოვს ოვალურ კაბინეტში რომ მოხდა დაპირისპირება ტრამპსა და პუტინს შორის ტრამპსა და ზელენსკის შორის უკაცრავად ტრამპს და ზელენსკის მეტყვა დაიპაროს დაპირისპირება დაიპაროს ღმერთმა ეგეთი რამისგან სოფლიო ტრამპზე ისე საინტერესო ნახავი იქნებ ტრამპი და პუტინი შორის მაგრამ ეგ დაპირისპირება არ დახმარება შეუწყდა შეერთებულ შტატებმა როგორც სადაზვერო უკუთხით ისევე სამხედრო პირდაპირ დახმარებას შეუწყდა 3-4 თუ ერთ კვირაში რაღაცა გაანთავისუფლა რუსეთმა თავის ტერიტორია კი ბატონო შესაბამისად თქვენ წარმოიდგინეთ როგორი დამოკიდებულება ეგ იყო დემონსტრირება ტრამპის მხრიდან აჩვენა არ დაგეხმარე აი რა მოგივა შეპატარა ბიჭო მაგ უჩვენე ზელენსკის შენ თუ ამას არ გააკეთებ შენ საერთოდ უკრაინას დაკარგავ ასევე მაგან განაპირობა შემდეგ უკვე რაღაცებზე წასვლა რა თქმა უნდა იმიტომ შემდეგ ჩვენ გვახსოვს რომის პაპის დაგზალვაზე იყო რაღაც პირადი საუბარი თუ ასწავლეს ამის მერე კი ბატონო ჩვენ თან არ დავკარგოთ ძალიან სწრაფად გარბის დრო არ დავკარგოთ თავარი საკითხი ჩვენ მაინც გავლენები ნახოთ შემდეგი ვიდეო თუ შეიძლება ვთხოვ ინჟინერს რომ ჩვენ რეჟისორს ვთხოვ რომ გაუშვას მეორე ვიდეო და ისევ კითხვა რა თქმა უნდა იქნება ირაკლისთან ჩვენ სტუმართან ზელენსკი მოარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს 3 დღიანი ზავის გამოცხადების შესახებ და კლავინდებურად 30 დღიან ზავს მოითხოვს ამის შესახებ ინტერფაქს უკრაინა იტყობინება გამოცემის ცნობით უკრაინის პრეზიდენტმა კრემლის ლიდერის წინადადებას თეატრალური წარმოდგენა უწოდა და დასცინა რომ უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების უსაფრთხოების გარანტიები მისცეს უბარი იმაზე რაც უკვე ტრამპი უშუალოდ იწყებს ჩარევას ამ კონფერენციის დამთავრებაში, მაგრამ ნუ გვახსოვს ჩვენ აი ზელენსკის ეს განცხადება, აი ამაზე რა სიტყვი და ძალიან მალევე უნდა გავუშვათ უკვე შემდეგი ვიდეო, რომელსაც უკვე ამასთან კავშირში. აი ზელენსკის ეს პოზიცია, რომ უკვე იწყებს მაპატიეთ ერთი ადგილის თამაშს რა, რაღაცა ვითომ არა ის რა ხდება, ეთყობა პირველად შეხვედრა, კარგად მიდიოდა მოლაპარაკება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა ყირიმის თემამ ცოტა იმასქნა, რა ქვია, შეაფერხა პროცესი ვინაიდან ზელენსკი და უკრაინული მხარე ევროპელების წაკეზებით რა თქმა უნდა უარს ამბობდა ყირიმის აღიარებაზე. ნუ შეერთებულ შტატები ზად იყო და როგორც ჩანს რუსები ზად იყვნენ ყირიმი ნუ იურიდიულად ეღიარებინათ როგორც რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, ხო დანარჩენი დე ფაქტო მის მიერ კონტროლირებად. თან დაკავშირებით ტრამპის განცხადება ყირიმის რომ პირდაპირ ეუბნებოდა თქვენი არ არის რასი. ყველა მაღალჩინოსანი ამერი რუბიოთ დაწყო ყველა ამას ამბობდა. თუმცა ამის შემდეგ ევროპელების დამაწაკეზებით, განსაკუთრებით ევროპელების წაკეზებით, ინგლისელების, ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები მუდმივად არ ჩანდნენ. ამას წაკეზებით უარი თქვა და წინააღმდეგ წავიდა და მე მესმის ახლა ზელენსკისაც რა თქმა უნდა გავუგოთ ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა.
და წინააღმდეგ წავიდა ამის შემდეგ უკვე რაღაცა ალბათ უიტკოფი იყო ჩასული და სურდათ უკვე de facto ყირიმის de facto ჩასული იყო და მეორე შეხვედრა ქონა ეხლა ამბობ და ალბათ მაშინ შესთავაზა მოდი ესეც de facto იყო ასეც რუსული მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა და შესაბამისად წინააღმდეგ წავიდნენ რუსებიც ამ მოლაპარაკებებზე ნუ ამ შეთანხმებაზე უბრალოდ ამან გამოიწვია რა ნუ მიეცა რომ ვერ თანხმდებიან ამერიკელები და რუსები რაღაც საკითხებთან მიმართებაში და შესაბამისად ზელენსკიმ უკვე დაიწყო თავისებური ნუ გააგრძელა ასე რომ ვთქვათ თავისებური მიდგომა და განცხადებების გაკეთება რუსეთთან მიმართებაში მოდი ირაკლი ჯაი კი ბატონო კითხეთ და შემდეგ კიდე ერთი ვიდეო კი არა მე გონჯობია რომ მოდი ვნახოთ ამ შინაარსის არის ანუ კი იმიტომ რომ სხვა თემაზე მინდოდა ცოტა სხვა თემაზე გადავსული ხარ ვნახოთ შემდეგი ვიდეო და უკვე რაღაცა დროის მერეა ეს ვიდეო უკვე ამ იგივე საკითხთან დაკავშირებით ვნახოთ უკვე ზელენსკის განცხადება თვითონ აი ახლა ხანს გააკეთა სწორედ ამ შეწყვეტასთან დაკავშირებით რაც იყო და ვნახოთ ეს ვიდეო და დავბრუნდეთ და შეგიძლია უკვე მან დაუსვა შემდეგ დავსვათ ეგ კითხვა ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი და ის 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს. რუსეთი ბოლო დღეებში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დღეებში იერიშების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდა. მარტო გუშინ 200 იერიში განხორციელდა, ამიტომაც ჩვენ რუსეთის არ გვჯერა. ცეცხლის შეწყვეტა რუსეთზეა დამოკიდებული, ასევე მიმაჩნია, რომ თუ უკრაინა ძლიერი იქნება, ომი შეძლების და გვარად მალე დასრულდება. ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს აქვთ საამისო ინსტრუმენტები. მთავარი პრიორიტეტი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნებაა, რათა ერთად ვაიძულოთ რუსეთი და თანხმდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას. ყველა ომი ადრე თუ გვიან სრულდება, ეს ომიც დასრულდება, ისევე როგორც ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმები და იმპერიები, რომლებიც ომის პრინციპებზე იყო დაარსებული. ისე საინტერესო არის მან ხანგრძლივ დიქტატორულ რეჟიმზე, რომელიც ომის პრინციპზეა დაფუძნებული, პუტინს როგორ უსმოს თავის თავსას თუ ხედავს ერთი მაგ დახასიათებაში, იმიტომ რომ ჩვენ ხო თქვით რომ არა ვარ დღეს პოლიტკორექტულები და ერთადერთი მათ შორის პირადი უსაფრთხოების გარანტია ზელენსკისთვის არის ანამ ომი გრძელდება ხელს არ მოგიდებს არა. ყველაზე კომფორტული სიტუაცია ზელენსკის არის ომის გაგრძელება. სამწუხაროდ ყველას ესმის, ყველას აბსოლუტურად. მე დარწმუნებული ვარ უკრაინის მხარესაც ესმის. 91 წლის, არა თუ 91 საზღვრებამდე, უკრაინა ვერ დაუბრუნდება 2014 წლის საზღვრებსაც კი. ირაკლი, რა მინდა იცი კითხო ჩვენ ვისაუბრეთ, აი რა შეიძლება იყოს ტრამპის სურვილი, რა შეიძლება იყოს ტრამპის პოლიტიკა, როგორ მოიქცევა ამერიკა, მაგრამ საინტერესო არის ამ შემთხვევაში რა არის უკვე რუსეთის პოზიცია, რა აქვს რუსეთს, რა ბერკეტები აქვს რუსეთს. ზოგადად რამდენად სწორია, როდესაც დონალდ ტრამპი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოზიციონირებს როგორ და სხვა შორის აი ზელენსკის რაზეც საუბრობდა, რომ ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს აქვს ბერკეტები რუსეთზე ზეწოლის. რეალურად აქვს ამერიკას დღეს ბერკეტები რუსეთზე კრიტიკული ზეწოლის მოსახდენად. ტრამპს აქვს ესეთი პოზიცია, რომ თითქოს ის აი ახლა კეთილგანწყობილია პუტინის მიმართ და იმიტომ არ სურს რომ რაღაც ზედმეტად გაამწვავოს, თორე აი თუ მოინდომა, მას შეუძლია რაღაცების შეცვლა. რეალურად არის ეს ასე, რეალურად შეუძლია დღეს ტრამპს პუტინზე განახორციელოს იმ ხარისხის ზეწოლა, რაზეც აი ახლა ზელენსკის საუბრობს. ხო, ხონდა ერთი არას თემ რა კითხვას დასვა. ერთი არას ჩას ჩვენ ვხედავთ ერთმანეთთან როგორ ესე გუგული და მამალივით არის და მეორეა შე როგორც პოლიტოლოგი, მოდი აი ცივსისხლიანი ისეთი რომ შევხედოთ. ცივი გონებით რომ შევხედოთ რეალურად რამდენად ეს ერთმანეთში მართლა ეს სიტუაცია აქვს. ის და მოდი ვიტყვი ახლა ტრამპის მიდგომა, ეს არის კონსერვატორი ნაციონალისტი ამერიკელი, ანგლოსაქსი ასე რომ ვთქვათ. და მათ აქვს სახელმწიფო ცენტრისტული მიდგომა. ეს არის რეალისტების საერთაშორისო ურთიერთობებში და რეალიზმის სამი პრინციპი ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა ჰანს მორგენთაუმ ჩამოაყალიბა. ძალა, ძალთა ბალანსი, ნაციონალური ინტერესები. ამ პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებს. მათი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ეს არის ჩინეთის დასუსტება და ჩინეთის წინააღმდეგ კონფრონტაცია შესვლა ჩინეთთან. შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე. მას არ შესწევს, რომ 2-3 მიმართულებაზე გლობალური ომი აწარმოოს შეერთებულ შტატებს. დღეს არ აქვს ამის ფუფუნება და შესაძლებლობა. ამიტომ უნდა ამ კონფლიქტის გარკვევა ჯერ კიდევ. და ამიტომ ხან ზელენსკის ეფერება რომ დაიყოლიოს, ნუ მოდი პოლიტკორექტულობიდან ამოსულები ვართ, ხო ამ შემთხვევაში. კერავს რა მისი ჭკუით ალბათ. ახუჭუჭებს ერთ მხარეს, მეორე მხარეს. ეხლა დღეს კიდე განცხადება გააკეთა, რომ კიდე ორი კვირა ერთი თვე დაველოდებიო კიდე. მაგრამ უყურე, მაშინ კარგი ზელენსკი რამდენად ამას გაუტარებს და განეს ჟარგონებს ხوارო თქვაპატიოს ჩვენმა მაყურებელმა რამდენად ამას გაუტარებს ზელენსკის ყავს პატრონები ხო ვინც უყურებს ეხლა შეიძლება ზელენსკი მამსხდომა რამდენად გაუტარებს ამას და გაატარებინებენ იმათმა ხო კარგად იცნობენ დიდი ბრიტანეთი მის უკან რაღაცა ეს დიდი ბრიტანეთი მის უკან და ალბათ არა მე რაღაცას გე რა ზეწოლის ბერკეტები აქვს ერთის მართლების მეორე მართლები პირველი ჩვენ მოვიყვანეთ კურსკის მაგალითი
შეერთებულ თუ ზელენსკი წინააღმდეგ წავიდა და უშუალოდ რუსები და ამერიკელები შეთანხმდნენ და ზელენსკი წინააღმდეგ წავიდა ამ შემთხვევაში მას შეუძლია კურსკი 2 გაუთამაშოს იმით რომ არ მიაწოდოს სადაზვერვო ინფორმაცია და შეუჩეროს სამხედრო დახმარება შესაბამისად რუსეთს ფაქტობრივად ხელფეხი ეშლება კიევამდე ეხსნება რუსეთზე რაზე ბერკეტია დღეს სხვათაშორის ამერიკელმა აღალჩინოსანმა ადმინისტრაციის ადმინისტრაციიდან განაცხადა რომ ჩვენ დაველოდებთ კიდე ცოტა ხანი და მუშაობთ ახალ პროექტზე რითაც უკრაინას შეერთებულ შტატებიდან 40 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიეწოდებაო. ღირებულების შეიარაღება. ანუ რუსეთი დაშანტაჟება იმით, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტად გავაგზავნებთ იმ პოლიტიკას, ბაიდენის პოლიტიკას გავაგზავნებთ და ჩაგითრევთ, რა ვიცი, რამოდენიმე წლიან, 10 წლიან, 5 წლიან. ასე შემთხვევაში. ანუ მაგლოგით რუსებს არ აწყობს ამ ომის გაგრძელება, აწყობს ზელენსკის. რომ მაშინ პროცესი მიდის ბირთვულ დაპირისპირებამდე და ეგ იყო მთავარი არგუმენტი ტრამპისთვის, რომ ჩვენ არ გვინდა ბირთვული ომი და თუ ეგრე მოხდა და მართლაც დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციამ კვლავ გაძლიერება კიევის რეჟიმის, კვლავ მიწოდება იარაღის, ნუ ბოლო-ბოლო ეხა მართლა აქვს იმას ის ბირთვული იარაღი ტყუილად ხო არა აქვს, არა? და აქვს ნათქვამი ის, რაც აქვს ნათქვამი პუტინის. გუშინ წინ იყო მე მგონი თუ გუშინ იყო პუტინის განცხადება, რომ მან იმედი გამოთქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არ გახდება საჭირო უკრაინაში, ანუ არ გამორიცხავს ის ამ შესაძლებლობას და რა ვიცი, აქამდე მიიყვანს პროცესს ტრამპი დაუჯერო? არა, აქამდე არ მიიყვანს და მე დარწმუნდა, ამიტომ ვარ ბალანსი ისე არის შექმნილი, რომ ნუ თქვა, კაი კონვენციურ ომში ბირთვული შეიარაღების გამოყენება, ბირთვული იარაღის გამოყენების გარშე, ვერც ერთი მხარე ვერ მიიწევს წინ კი რუსებს გარკვეულ სექტორებში უპირატესობა აქვს, თუმცა ამ ნაბიჯებით მე არ ვიცი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს კიდევ ომი. ეს ესმით რუსეთს. ესმის მეორე მხარესაც, ამერიკულ მხარესაც ესმის ეს. შესაბამისად რუსეთისთვის, ნუ ყველაზე ამ ეტაპზე ჩემი გადმოსახედა მისაღები იქნება ის ვარიანტი, რომელიც პირველი ვარიანტი შესთავაზეს, ყირიმის აღიარება და დე ფაქტო კონტროლი იმ ტერიტორიებისა. რაზეც უკრაინულ მხარე და ევროპელები არ წავიდნენ ამაზე. ისა ირაკლი მართალი ხარ, ლოგიკურად აი ხარ რომ საერთოდ რო არ იცნობდე რუსეთს და აი უბრალოდ აი სურო რაღაცა აი შვეიცარიის მოქალაქეები იყო ხა და უყურებდე ამ ყველაფერს ლოგიკურია რომ რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში უნდოდეს ამ კონფლიქტის დამთავრება იმიტომ რომ თუ იმემ რამე გაიარა რა ვიცი მე მართლა ამ სანქციებიდან ყველაფერი ეს არის რუსეთი მთელი 3 წელი ნახევარმა მსოფლიომ გამოუცხადა მეტმა მე მგონი გამოუცხადა რომ შენ აღარ უნდა იარსებო ამ ქვეყანაზე შენ გაგანადგურებთ ყველაფერი ეკეთ ამისთვის ხა ამან ეს გაიარა და ხა ხო ხდება რა თქმა უნდა ჩემი აზრით რა თქმა უნდა თუ ვინმეს არ უნდა მათ შორის მოდი ხა ისეთ შევხედოთ რა ჩვენ კი ამას ვამბობ და უყურებთ მაგრამ ამდენი დანაკარგია იქაც არიან კაცო როგორ შეგობთ შვიდობიანი მოქალაქე ჯარისკაცი 100,000-ობით ადამიანია მკვდარი ეხა მიდე და კითხე აბა ეხა პუტინს სრულებითაც არ ავთვლი მე იმას ნახე ერთ-ერთი ვიდეოს სხვა შორის მე და ცოტნე უყურებდი ჩვენი მოდის წევრი მარღია არ მქონდა ნანახი ვიდეო სადაც პუტინი ხვდება ქალბატონებს რომლებიც ომში იღებდნენ მონაწილეობას და ერთ-ერთი ქალბატონი უყვება რომელიც თვითონაც ომში იყო ექიმი როგორ გამოიყვანა მისი მეუღლე მართლა საოცარი ემოციური სცენა ყველაფერს თავი დავანებოთ ხარ დადგმული არ ვიფიქროთ ჩვენ ხო ვიცით რომ რუსეთს უზარმაზარი ადამიანური რესურსი ეკარგება და თუ იმეს დამთავრება უნდა რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი უნდა იყოს თუ რაციონალურად ვიმსჯელებდა თუ ეხა ჩვენ ვაკ ნაცები ყავს და იმათ თუ ის არ ჩავიდებთ ღმერთთა დაგვეფაროს რა თქმა უნდა რუსეთს იმიტომ რომ ქვეყანა 3 წელი გამოუცხადა ნახევარმა ზე მეტმა მსოფლიომ და ძლივს რაღაც მიყავს იქით ამის მიუხედავად რა თქმა უნდა ეგ უნდა უნდოდეს უბრალოდ მეორეა ეს ბირთვული იარაღის თემა ერთადერთი ომის იმიტომ რატო ვამბობ ერთადერთი ომის გაგრძელება სულ ზელენსკის სანამ ომი იქნება ზელენსკის იქნება იქ სადაც არის ახლა ისმენთ ახლა თქვენ წარმოგიდგენთ ომი რომ მორჩეს ახლა ჯერ კიდე ემოციებია ხალხი რო გაიაზრებს რა შარში გახვია ზელენსკიმ და ამ ხელისუფლებამ გააზრებული აქვს მაგრამ რეალურად კი მართალი ხარ არჩევნები უნდა ჩაატაროს ხო უკვე არჩევნები სადაც მოუწევს მარცხდება და მიდის რითი მიდის ტერიტორიები დაკარგა 20 მილიონი დევნილი სამყაროში არის ადგილი სადაც აი ომის გარეშე ზელენსკიმ შეუძლია მომავალში მშვიდად იგრძნოს თავი პროკურორები სადმე მიავლენ ნაკლებად ვინერვიულოთ მოდი მაგაზე არა უბრალოდ მე მესმე შენი ეს საინტერესო გადაცემა იქნება მაგრამ ნაკლებად ვინერვიულოთ იმიტომ რომ ამას მე მაინც მგონია და არა ვარ ამის მომხრე მაგრამ თავის მოსახლეობა მაგას განაჩენს გამოუტანს თავისი მოსახლეობა გამორიცხული სადაც არ უნდა დაიმალო ერთი უკრაინელი არ შეხვდება სადმე რუსილა გააწნას ეკი არა მე არ ვიცი ამის ფაქტის მომწრე არა ვარ სხვათა შორის მაგრამ შედვარ შევარნაზის ქონდა ასეთი ფაქტი არ ვიცი თქვენ იცით თუ არა მე ვიცი რომ მე არ მინახავს მაგრამ
და წლების მერე ის რომ გადადგა სამების ტაძარში იყო ასული. ერთი კაცი დაყვებოდა, მაშინ მას მცველი მართლა შეوارდნაძე რო შეوارდნაძეა, ისიც კი ხო ბევრი ნეგატივი იყო მასზე, მაგრამ მე დადიოდა ძალიან ის. და სრულიად ისეთ სიწყნარე იყო, არაფერი არ დღესასწაული არ იყო. უბრალოდ იყო მისული სამების ტაძარში. არ ვიცი ეხა ნუ კაცია და იმ ქვეყანაზე ვინ როგორ წოდები მაგაზე მოდი ნუ იმშელებთ რა, მაგრამ ნუ ეს კაცი ავიდი. და ასაკიანი კაცი მიეპარა მას, არც მიეპარა. უკრიდან მივიდა და რაღაცა თელი ძალით აქ რაც შეეძლო ხელი დაარტყა ჩემი გამწარებისთვის. ეხლა რატომ მომყავს ეს მაგალითი და სხვა შორის როგორც არის მე ცნობილი შევანაძემ პირადად უთხრა დაცვას ასე შემდეგ რომ არაფერი რეაქცია არ ქონეს. რაღაცა ნუ აი რაღაცა გამოხატა მე ხა. კარგი რა, ხა უკრაინაში ზელენსკის სადაც არ უნდა წავიდეს ნებისმიერი ვინ შეხვდება მას და რო შეხედავს რა უქნა არ ამგონია მას შვიდი ცხოვრება ელოდეს უკრაინაში მისცემს მაგას უსაფრთხოების გარანტია ბრიტანეთშიც არავინ ვერ მისცემს მე ძალიან ძნელია ბრიტანეთი გავიხსენოთ რა ხალხია იქ გარდაცვლილი რა ხალხია გარდაცვლილი და თუ ჭკუას იხმარს მე მგონი მე მაინც მგონია რომ ჯობია იქ დარჩეს და პაკაიანი მონანიების თემა კონდეს ზელენსკის პირად უსაფრთხოებას პირადი დაცვას უზრუნველყოფს სწორედ დიდი ბრიტანეთი ეს ცნობილია რომ აი მცველები ვინც ყავს ეს ხო არის ერთგვარი მძევლობაც ხო თავისთავად როცა აღარ მინდა აღარ დაგიცავ მაშინ და მე რაც მოგივა შენ მარიონეტი ამ გლობალისტური ძალების მარიონეტი ისეთი პირადი მცველები ყავდათ და არ მინდა ჩამოთვალო ადამიანები როგორ თუმცა ჩვენ აი ძალიან ცოტა დრო რჩება ძალიან მაგრამ ლოგიკურად მივედით აი რაღაცა რა კითხვა ჩემ დასვი თქვა აი ფინალისკენ ლოგიკურად მივედით ეს არის ნუ ამ შემთხვევაში ამ თემაზე ბოლო ვიდეო მე ჩვენ სხვა ვიდეო გვაქვს ბოლოს დამთავრებისას აი გუშინ ღამე ფაქტიურად დღეს დილით ტრამპის განცხადება ვნახოთ ჩვენ და სხვათა შორის რაც ჩვენ ვახსენეთ აი სწორედაც ის დაპირისპირებაც გამოიარა აი თვითონ ტრამპი ამბობს მე მინდა ძალიან ყურადღებით მოусმინოთ ამ ვიდეოს და ტრამპი თვითონ ამბობს თუ რამ ხელა დაპირისპირება არის უკვე აი ამ რამდენად როგორ გაუჭირდა მას და ფაქტიურად აღიარებს რომ ის არ ვიცი ვერ ახერხებს იმ სიტყვის შესრულებას რაც მან თქვა რომ ომი დამთავრება აი ნახოთ ეს ვიდეო და პირდაპირ მინდა რომ უკვე ირაკლიმას და რა თქმა უნდა ჩვენს ამაზე ვისაუბროთ და საქართველოზე რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ძალიან ახლოს ვიყავით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ერთ მხარესთან, მაგრამ არა მეორესთან. ახლა არ დავაკონკრეტებ რომელთან, ეს მძიმე სამუშაოა. იყო მომენტები, როდესაც ახლოს ვიყავი იმაზრთან, რომ უარი მეთქვა შუამავლის როლზე, რომ მეთქვა კარგით, გააგრძელეთ სისულელე და გააგრძელეთ ომი, მაგრამ ამის ფონზეც რაღაც პოზიტიურიც ხდება. ამას გარდა შესაძლოა ზავის შეუძლებელი იყოს. რომ იცოდეთ ამ ორ კაცს, ზელენსკისა და პუტინს შორის, აგრეთვე ზოგიერთ ჯარისკაცს შორის არსებობს უზარმაზარი სიძულვილი, მათ შორის გენერლებს შორის. ისინი 3 წელია სასტიკად ომობენ. აი, არაფერი არ დაგვიმატებია ჩვენ და მანამდეც აი ამაზე ვსაუბრობდით. ტრამპი თავად ამბობს და ბუნებრივია ვერ გავექცევით ამას. რაც არ უნდა თეორიებზე ვისაუბროთ, კაუზევიჩი იქნება ეს თუ სხვადასხვა და სუნძი და ასე შემდეგ. ეს რეალობა არსებობს აგერ კაცმა რომელმაც თქვა რომ მე ამაში უშუალოდ ჩართულია, ხო ამაზე ხო ვერ ვიტყვით რომ გვერდიდან აგვარებს, არა? ნახეთ რას ამბობს უზარმაზარი ზიზღი დაპირისპირება და ბოლოს მართლა 3 წელი გრძელდება ერთი ერი მოდი ვთქვათ რა ძმათა ომი არ ვიცი რა ერთი ერი ხო რაც არ უნდა იყოს ხოცავს ერთმანეთს ხალხო და რა თქმა უნდა იქნება ირაკლი ჩვენი ფაქტორად მოდი ბოლო კითხვაც ეს გამოდის იმიტომ რომ მალე გავიდა თუ ეს დამთავრდა სამწუხაროდ არ იქნა მშვიდობა აქ რა გავლენას იქონიებ ჩვენზე და აი ამ კომენტარზე რა სიტყვი შენ ვიზი ამბობ შენი აზრით ერთ მხარესთან ვერ მივაღწიეო აი ეს ერთი მხარე ახლოს ვიყავი მაგრამ მეორესთან ვერ მივაღწიეთ თუ პროცესების განვითარებას მის ევოლუციას დავაკვირდებით სავარაუდოდ რუსეთია საუბარი ხო თუ ამას დავაკვირდებით თუმცა თუ გაგრძელდა არა მარტო საქართველოს კი გლობალურ სოფლიოს შეეხება ეს თემა და ზოგადად კაცობრიობის არსებობას ხა თუ ის საგარეო პოლიტიკა აირჩიეს გააგრძელეს უბრალოდ რასაც ბაიდენი ახორციელებდა იძულებული შეიქნა და ვერ შეთანხმდა რუსეთთან ტრამპის პოლიტიკას გაგრძელება აღმოჩნდა ბაიდენის სადაც დახმარება სამხედრო თუ ფინანსურ დახმარებაზე მაგ ახლა ამ წუთას საუბარი ხო თუ ეს გაგრძელდა და ომის გახანგრძლივება მოხდა რამოდენიმე წლით ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ ერთადერთ სუვერენულ სახელმწიფოს ეომება სამხედრო პოლიტიკურ ბლოკი დასავლურ ყველაზე მძლავრი
ის მიიყვანს კატასტროფამდე ბირთვული იარაღის. ეგ იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს აქამდე არსებულ კურსს. თუ უბრალოდ გაიწია პროცესიდან, ანუ თქვა რომ всё, მე ხელები დავიბანე. არა, მგონი, ამასე არ ასე როგორ გაიწევა. მაგრამ როგორ გაიწევა 50% გადაინაწილა რომ ობო თავისი მაგით ემუქრება ყოველთვის. გვითმობს ჩვენ და გვითმობს. თქვა ჩვენ ჩავერთეთ ჩვენ და მე გვითმობს. მგონი რომ ეს ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ უფრო მეტად დაიწყებს კონფლიქტის გაყინვაზე ზრუნვას და ყველანაირად შეეცდება რუსეთს დაიყოლიოს და შეათანხმოს ეს პროცესი, გაიყინოს. ვინაიდან მათ კი ხელშეკრულება კი დადეს, მაგრამ იმას ხო ინვესტიციები ჩადება, იმას მოპოვება ხო უნდა იმ მინერალებს, რაზეც აქცენტი კეთდება, იქ ეკონომიკურ საქმიანობა ხო უნდა ჩაატაროს, ომის პირობებში როგორ უნდა ჩაატაროს. ეს საერთოდ ახალ ეტაპზე აიყვანს ალბათ კონფლიქტს და მართლა ჯვარი წერია სამყაროს, იმიტომ რომ გარდა აი მაგ მომენტებისა, რაზეც ჩვენ ვჯელობთ, აქ ხო არის და ალბათ ამეთანხმები ირაკლი შენს, რომ წმინდა ფსიქოლოგიური მომენტი საზოგადოებისთვის, რომ რას გულისხმობ, რომ აი პროცესი რომ ესე ახლოს მივიდა მშვიდობასთან და თითქოს აი ფსიქოლოგიურად ყველა შევეგუეთ რომ აი უკვე ფინალში ვართ უკვე და ეხა უცებ გამოგვიცხადებენ რომ არაფერი ფინალი და კიდე უნდა გავაგრძელოთ ეს ომი. ნუ ეს უკვე ყველას თავში გადაწყდება რომ მორჩა ეს უნდა იყოს რაღაც ეგზისტენციური კონფლიქტი. ან ერთი მხარის განადგურებით უნდა დასრულდეს, ან მეორე მხარის, იმიტომ რომ ვერ მიიღწევს მანერად საინტერესოც არ უნდა იყოს, მაგრამ ბევრად უფრო სარამდეო და ბრუტალური ფორმაში არის. ხდება როგორ, ეგრევე მიდიხარ ბირთულ მართლა ეგ არის უბედურება მაგას გულისხმობს. რაოდენ პარადოქსული არ უნდა იყოს ომის გაგრძელება, ნუ ბირთვულის გარეშე, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად აწყობს ჩინეთს. მთელი უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების პოლიტიკა იყო, ნუ რუსეთზე ჰარტლენდზე ასე გეოპოლიტიკური ტერმინი რო გამო, ამის დასუსტებისკენ იყო ორიენტირებული ჩინეთის ლამაზად იჯდა და ვითარდებოდა ტექნოლოგიურად, ეკონომიკურად და ყველანაირად, ხო? სამფლობელოს აზრს. ამის გაგრძელება ვინაიდან ამერიკა ვერ იცლის ჩინეთისთვის მაგრამ ამის მხრივ ახლა ჩინეთს ინტერესი აქვს დასავლურ ბაზარზე შესვლის ევროპისათვის ახლა გაუბედურებული ნაომარ ევროპაში ვერ ჩინეთი ვერ განახორციელებს. გასულია ყველაფერი ისეაც გავიდა თენგო. გერმანიამ ფაქტიურად გერმანიაში აღარაფერი აღარ დარჩა. გასაღების ბაზარს გულისხმობს. გასაღების ბაზარი, მაინც ჩინეთია. 500 მილიონიანი გასაღების ბაზარით ან მაღალ მხედველუნარიანობის მქონე ევროპული ბაზარი, რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის ძალიან საინტერესოა და ეხლა ევროპის გაუბედურება და ამას მოყვება ევროპის გაუბედურება ამ ომის გაგრძელებას, შეიძლება აი გრძელვადიანად ჩინეთისთვისაც კი არ იყოს ეს ყველაფერი მომგებიანი. შესაძლოა ეხლა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რუსულ დასავლურ დაპირისპირება ჩინეთს ტოვებს ნეიტრალურ პოზიციაზე, რომელიც გავლენას ახდენს რაზე, ისეთ რუსეთი ებმევა გეოპოლიტიკურად ჩინეთზე, ჩინეთი რუსეთზე ტექნოლოგიურ თვალსაზრისით და ეკონომიკურ თვალსაზრისით უფრო წინ არის წასული, ნუ სამხედრო შემადგენელს არ თვლი ამ შემთხვევაში. სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია თავის ბირთვული იმიდან გამომდინარე. თუმცა ეკონომიკურ ტექნოლოგიურ თვალსაზრისით ვითარდება. კარგი, უყურეთ ჩვენ აი ეხლა მოდი ჩვენ სამწუხაროდ ვილაპარაკეთ და ნუ ყველაზე ცუდი რო არ დამთავრდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ ბოლო კითხვა არის აი შემთხვევაში თუ ეს კონფლიქტი წავიდა ფინალისკენ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საქართველოს გავლენა. ჩინეთი ახსენე რაღაცა ჩინეთთან მოგწია. მათ შორის ჩვენ ჩინეთთან კაიხნის ვადით ადრე ირაკლი ღარიბაშვილის დროს ჯერ კიდევ დაიდო როგორი ხელშეკრულება. კარგი, ამ შემთხვევაში თუ კონფლიქტი წავიდა დასასრულისკენ და მოდი თქვა მაშინ აი რაში როგორ პერსპექტივას ხედავ, რა ვადებში იქნება ის, რომ საქართველოსთვის ეს იყოს ამ გავლენამ, რა გავლენას იქონიებს და რამდენად იქნება პოზიტივი, რომ აქაც არანაკლები დიდი ომია დასასრულებელი, რაც თქვა ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს იმ ნაცებთან, რომლებიც, რა ვიცი, თვითონავებით ჩვენს გვიშვებდნენ, თვითონ არა ოღონდ. ჩვენ ყველას გვიშვებდნენ უკრაინაში საუბრად. თვითონ სახში უნდა ყოფილიყო. ცოტა სანამ საქართველოს გადმოკლედ ვიტყვი. ოღონდ ბოლო ხუთი მე ცუცერი მიდეუნა. პოზიციაზე ვარ, რომ რამოდენიმე თვეში, ნუ ახალ წლამდე ასე ვთქვათ, მაქსიმუმ ჩემი გადმოსახედი ვწდები, არ ვიცი. მაინც შეთანხმდები პრაგმატიზმი და რაციონალიზმი მაინც გაიმარჯვებს ამ ემოციებზე და ყველა მხარეს გააზრებული აქვს რა კატასტროფამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი. ჩანს რომ ყველას გადაფორმატირება უნდა საერთაშორისო სისტემის, რუსეთიც არ არის წინააღმდეგ ამისი გადაფორმატირების, შეერთებული შტატებმა საერთოდ დაიწყოს გადაფორმატირების პროცესი ტრამპის მოსვლის შემდეგ. შესაბამისად მე ვთვლი რომ კატასტროფამდე არ მივიდნენ, ისე შეთანხმდებიან ამ თემას. რაც შეეხება საქართველოს. თუ ეს კონფლიქტი სანამ გაგრძელდება, თუ გაგრძელდა და სანამ გაგრძელდება, აქაც ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება ჩვენი ხელისუფლება, ვინაიდან დასავლეთიდან იქნება ზეწოლა იმ გლობალისტური ძალების მხრიდან, რათა მათ ნაციონალურ მოძრაობა და მის სატელიტი ასე ვთქვათ, ჯგუფები, პოლიტიკური ჯგუფები დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და შესაბამისად გაგრძელდება ეს კინკლაობა, რასაც უყურებთ ბოლო 2012 წლიდან, ხო?
ეს კინკლაობა გაგრძელდება ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის. და ეს ამიტომ მე გასაგებია და მესწამ ხელისუფლებისაც ამ მეხუთე კოლონის პირობებში რთული ახლა სხვა მიმართულებით გადაერთო და გიწევს ამ მოწინააღმდეგე მტერთან, ფაქტობრივად საქართველოს მტერთან ბრძოლა ომი გიწევს ქვეყნის შიგნით. შესაბამისად ვერანაირ ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის პროექტებს ვერ განახორციელებს და იგივე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დაახლოებით იგივე დარჩება რაც გვაქვს. და სიტუაცია იქნება ძალიან რთული ზოგადად ყველა ასპექტით და ყველა მაგრამ დამთავრდა კარგად კონფლიქტი. ამ შემთხვევაში რა კონფლიქტი უხსნის ეს მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას უკვე ხელს იმისთვის რომ დაიწყოს საგარეო მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ თუნდაც რუსეთთან მიმართებაში რუსეთთან მიმართებაში უხსნა, აი ჩვენი კითხვა ასეთია და სწორია თენგო ამ შემთხვევაში ეს კონფლიქტის დამთავრების შემთხვევაში კარგად ანუ მშვიდობიან თუ კონფლიქტი დამთავრდა მშვიდობიანად საქართველოს ხელისუფლებას ერთხელ და სამუდამოდ უხსნის თუ არა ყველა გზას, ყველა კომპლექსს იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირ დიალოგზე წავიდნენ რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობა იქნება, რა იქნება, უხსნის თუ არა ეს, თუნდაც ამ გავლენას იქონიებს. ერთ მარტივ რა თქმა უნდა იქონიებს. ერთი პუნქტი არის უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს. ეხლა მარტო უკრაინას ხო არ ეხება, რუსები ხო არ დაწევრიანდნენ. იმული ვართ ამაზე. მოუწევთ ხელისუფლებას იმ კონსტიტუციიდან მე არ ვიცი როგორ რიგაში არჩევნებში ატარებენ თუ სხვა ფორმატ დრამე მოიგონებენ არ ვიცი. მოკლედ თუ რა დაიწყონ ამაზე საუბარი, ამოიღონ შესაბამისად თუ ეს იბლოკება ნატოში ინტეგრაციის თემა, მაშინ სხვასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ის ბალანსი არ დაასველეს დღეს როგორც ჩანს სიტყვა ამაზე. ბალანსი შეიქმნება, გარეთ შეერთებული შტატები უკვე გარკვეული დოზით მაინც გავა რეგიონიდან და ის მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ამ რეგიონში კონკრეტულად იქნება მულტილატერალიზმზე აგებული და გარკვეულწილად თურქების შემოყვანა ამ თამაში და რუსეთთან რუსულ-თურქული ბალანსის პირობებში ყოფნა ამ გეოპოლიტიკურ სტრუქტურის რაც ჩვენ გვაქვს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო მე ვიდრე ჩვენ დავამთავრეთ გადაცემას, მინდა ერთი რამ თქვა, ჯერ ერთი მართლა დიდი მადლობა ირაკლი უბილავას, ძალიან საინტერესო ეთერი გამოვიდა, საკმაოდ ბევრი ხალხი. და ძალიან მალე გავიდა დრო. თან მინდა ყველას უთხრა, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ რაღაცა გამოვიწეროთ ან და რაღაცა ვიხილოთ, ბუსტის ის, მაგრამ დიდი მადლობა ყველა ჩვენ YouTube მაყურებელს და ასევე Facebook-ს მაყურებლებს და საინტერესო გადაცემა გამოვიდა. მადლობა გვინა ირაკლიც უთხრათ, მაგრამ ჩვენ გადაცემა დამთავრდა და უბრალოდ ბოლოს მინდა ვიდეო და ინფორმაციის სახით გითხრათ, უბრალოდ სულ ხალხს დღეს მოხდა ეს შეხვედრა. ბატონი მამუკა ფიფია პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი დღეს მოსკოვში შეხვდა რუსეთის სამოკავშირო სახელმწიფოს გენერალურ მდივანს ბატონ აკადემიკოს სერგეი გლაზევს მასთან ჰქონდა სწორედ შეხვედრა ჰქონდა ის შეხვედრის დეტალები არ არის ჯერჯერობით გაჟღერებული და მე იმედი მაქვს რომ ალბათ იგივე არ ვიცი ან ოთხშაბათის ან პარასკევის ეთერში თავად ბატონი მამუკა ფიფია ამაზე ისაუბრებს, კარგი იქნებათ, მე მას ურჩევ და უსურვებ, რომ გაიგონ ამ შეხვედრის შესახებ და მას პირადად კაბინეტში იყო ეს შეხვედრა. უბრალოდ ჩვენ ვიდეო გვაქვს, მე ვთხოვე მამუკას, რომ გამოეგზავნა პირველადი ვიდეო რაც იყო და ნახოთ და აი ამ ვიდეოს თქვენ ნახავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ დროა ღიად არავის არაფერი დასამალი არ აქვს. ამაყი ხალხი და თავაწეული ხალხი ნებისმიერ საქმეში ჩვენს აქ მეც თენგოს ჩვენი მეგობრებიც ირაკლეს და ყველაც რასაც ვაკეთებთ ეს გვიამაყება რასაც ვაკეთებ და სასიცხო არაფერი არა ეს იმათმა იფიქრო რა გაკეთებული ნახოთ ეს ვიდეო და მე მინდა წარმატება უსურვო ჩემ ქვეყანას თუნდაც ამ კუთხით ორშაბათი 4 საათზე იცით რომ ჩვენ ეს გადაცემა გვაქვს მე და თენგო წავიყვათ მე უბრალოდ გერმანიაში მიწევს გაფრენა მაგრამ აუცილებლად ჩავერთვები იქიდან და ჩვენ ასე ვთქვათ ამ გადაცემას ჩვენ მაყურებელს კი შემდეგ ორშაბათს შევესწრები რომ გერმანიდან მექნება მიჩართვა თუმცა დღეს ჩვენ ამით გემშვიდობებით ნახოთ ახლა ეს ვიდეო მამუკა ფიფია შეხვედრა მოსკოვში ძალიან საინტერესო პერსონასთან ბატონ გლაზევთან ქონდა სერგეი გლაზევთან ქონდა აკადემიკოს სერგეი გლაზევთან ქონდა მას შეხვედრა დიდი მადლობა ირაკლი დიდი მადლობა თენგო მადლობა მაყურებელს ნახვამდის მომავალ კარგად განდებოდეთ მომავალ შეხვედრამ Дорогие товарищи, я очень рад поздравить ветеранов Великой Отечественной войны, проживающих в Грузии, с 80-летием Победы. Это огромный праздник, который объединяет все наши народы. Мы вместе, точнее наши деды, вместе спасли человечество от геноцида большей части населения планеты. Наши деды пережили огромные испытания, с честью вышли из этих боев, одержали победу. Нам нужно на них равняться и укреплять нашу дружбу, наше единство,
строить вместе общее будущее. Большое спасибо за поздравления. Я передам грузинским ветеранам и грузинскому народу. Спасибо. Спасибо праздникам. Спасибо.